მოგესალმებით. ვისაუბრებ 28 თებერვლის ახალმთვარეობაზე, რომელიც იმოძრავებს თევზების ზოდიაქოს ნიშანში მე-10 გრადუსზე 0-4 საათზე და 45 წუთზე. თევზების ენერგია ძალიან გააქტიურებული იქნება, რადგან პლანეტების უმრავლესობა თავს იყრის ამ ნიშანში, ხოლო ახალმთვარეობას იუპიტერთან ექნება კვადრატი. ახალმთვარეობის ენერგია ძალაში იქნება 14 მარტამდე და განსაკუთრებით გააქტიურებული იქნება ცვალებადი ენერგიები. თევზები მიმართულებისა და სულიერების ნიშანია და მოგვიწოდებენ გავიხედოთ ყოველდღიური ცხოვრების საზღვრებს მიღმა. იუპიტერი კი ქმნის კონფლიქტს ჩვენს ამბიციებსა და ოცნებებს შორის, ისწავლეთ განასხვაოთ ამ პერიოდში ჭეშმარიტება ილუზიებისაგან, რომ ზრდა სჭირდება გაფართოება. ამბიციურობასა და აქტიურობის სურვილები აქ ძალიან მაღალი იქნება, რაც შეცდომების ალბათობას ზრდის. გავითვალისწინოთ ისიც, რომ თვის დასაწყისში ვენერა რეტროგდება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში 3 მარტს. ეს ტრანზიტი აღნიშნავს გადატვირთვისა და გადახვედის პერიოდს, განსაკუთრებით ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც საქმიან, ასე პირად ურთიერთობებში. იმპულსურმა ენერგიებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები შესაძლებელია წამოწიოს. საჭიროა ამ პერიოდში ზრუნვა, მოთმინება, რადგან დაგვაყენებს გამოწვევების წინაშე. შესაფერისია იმისთვის, რომ განვიხილოთ, დავასრულოთ, განვაახლოთ ძველი ურთიერთობები. ზოგთან შესაძლებელია ძველი სასიყვარულო ურთიერთობები დაბრუნდეს თქვენ ცხოვრებაში, მოხდება აქ ასევე ახალი ურთიერთობების გადამოწმება. აუცილებლად ფრთხილად უნდა ჩავყაროთ ჩვენი ენერგიები ახალმთვარეობის დღეებში, ემოციურობა აქ პიკს აღწევს, კონფლიქტურობის ალბათობა მაღალია, აქ ილუზიები, ტყუილების ალბათობებით წინა პლანზე წამოიწევს. ყველას გირჩევთ, რომ იყოთ ძალიან ობიექტურები. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, აქ ვერძებთან გააქტიურდება ახალმთვარეობა თქვენს მე-12 სახლში. აქ თქვენი დაბადების წინა პერიოდია, იმუნიტეტი იქნება ცოტა დაბალი, გააუფრთხილდით ინფექციურ დაავადებას, ასევე ემოციურ ფრონტს, დეპრესიულობას, შიშებს. ამის ალბათობები ძალიან მაღალია, ასევე წამოიძევს ტყუილების ალბათობები. კარგია თუ ამ პერიოდში ჩამოიშორებთ ტოქსიკურ ადამიანებს, ხოლო თქვენთან რეტრო ვენერა ხდება თქვენს პირველ სახლში. აქ არ არის სასურველი პლასტიკური ოპერაციები, ურთიერთობებში შესაძლებელია მობრუნდნენ ძველი ადამიანები, სადაც სიფრთხილე იქნება საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში. ურთიერთობას გაუფრთხილდით, უფრო გამოასწორეთ ამ პერიოდში თქვენი დაძაბული ურთიერთობები. კუროებისთვის ახალმთვარეობა კარგ შანსს მოგცემთ პროექტებში შეიტანოთ სიახლეები ერთიან საქმეში, შესაძლოა დახმარება მიიღოთ მეგობრებისგან, ვინც ხართ შემოქმედებითი საკითხებით დაინტერესებული, გამოიყენეთ ეს პერიოდი, იაქტიურეთ. თქვენი ჩანაფიქრების მომავალი გეგმების განსახორციელებლად ძალიან კარგი შანსები გელოდებათ. რეტრო ვენერა კი თქვენს მე-12 სახლში ხდება, აქ ფარული ურთიერთობები, ვისაც გაქვთ, შესაძლებელია გამძაფრება მოხდეს, ამის ტყუილები, რომელიც დაფარულია თქვენ შორის, ამის წინა პლანზე წამოწევა. აქ შეიძლება ფოკუსირება მოახდინოთ ტოქსიკურ ურთიერთობაზე და ამის დასრულებაზე იმუშაოთ, ძალიან კარგი იქნება. გადააფასეთ უფრო ურთიერთობები და ასევე ფინანსურ საკითხებსაც გაუფრთხილდით. ტყუებისთვის თქვენს მე-10 სახლში ხდება ახალმთვარეობა, ფრთხილად იყავით კამათთან და დაპირისპირებად უფროსებთან. ზოგთან შესაძლოა აქ სამსახურის თემა შეეხოს, სამსახურში რაღაც ცვლილებები, ქაოსური, გაურკვეველი სიტუაციები შეიძლება წამოიწიოს, ასევე მოერიდეთ ქაოსს ავტორიტეტ ხალხთან. ამ პერიოდში არ გიწევთ თქვენი მიზნებით სამსახურის შეცვლას, რადგან ეს უფრო სუბიექტური აღქმა იქნება თქვენი მხრიდან, ხოლო რაც შეეხება რეტრო ვენერა თქვენს მე-11 სახლში ხდება, შესაძლებელია აქ ძველი მეგობრები მობრუნდნენ, დაუბრუნდეთ ძველ პროექტებს, ერთიან საქმეებს, სადაც მოგეცემათ ძალიან კარგი შანსები, რომ განახლებები შეიტანოთ, როგორც ურთიერთობებში, ასევე თქვენს საქმიან საკითხებში. კირჩხიბებისთვის თქვენთან ახალმთვარეობა თქვენს მე-9 სახლში ხდება, აქ შესაძლებელია გააქტიურდეს უფრო ემიგრაციის თემები, საფუძვლით
ჩაეყაროს თქვენს სწავლის თემას, თქვენს ავტორიტეტულ საკითხებს შეეხოს. გექნებათ კარგი შესაძლებლობები გამოიყენოს. ხოლო რეტრო ვენერა შეეხება თქვენი მიზნების ცვლილებებს, გადაფასებას. ზოგთან შეიძლება შემოიტანოს სამსახურეობრივი ცვლილებები ან პრობლემური საკითხები უფროსებთან. აქ უფრო დიპლომატიური მიდგომები კარგი იქნება ადამიანებთან, ვისთანაც თანამშრომლობთ, რომ თქვენი ის კომფორტული საკითხები არ დააზიანოთ. ზოგი კი შეიძლება თანამდებობის საკითხები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით, ზუსტად ეხლა მოხდეს ამის დაკმაყოფილება. ლომებისთვის თქვენთან მერვე სახლში ხვდება ახალმთვარეობა, შეეხება თქვენს ფინანსებს, ვალებს, ბანკებს. მე არ გირჩევთ ამ პერიოდში დიდ თანხებთან რადიკალურ გადაწყვეტილებებს ბიზნეს საკითხების თემას, სადაც წამოწეული იქნება ექსტრემალურ სიტუაციებს მოერიდეთ, განსაკუთრებით ასევე სექსუალურ ურთიერთობებს, რომელიც შეიძლება აქ ტოქსიკური იყოს. გამოდით უფრო ფობიებისგან, შიშებისგან, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და მეტი ობიექტურობით შეხედეთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რასაც იღებთ ამ პერიოდში. თქვენთან რეტრო ვენერა შეეხება უცხოელ პარტნიორებთან გაარკვიოთ, გამოასწოროთ თქვენი მიდგომები, აღადგინოთ მოლაპარაკებები პარტნიორებთან, შესაძლებელია ესეც მოხდეს, ზოგთან კი მობრუნდეს ძველი პარტნიორები, ან პირიქით რაღაც სიტუაციის გაფუჭებას მოერიდეთ. ეცადეთ თუ გასაშვებია ის სიტუაციები, რაც ამ პერიოდში თქვენთან დაფიქსირდება, ამ შემთხვევაში გირჩევთ თუ ხელი შემშლელია, რა თქმა უნდა, დატოვეთ უკან წარსული თემები. ქალწულებისთვის ახალმთვარეობა თქვენს მეშვიდე სახლში ხვდება. ოპოზიციურ ნიშანში, აქ შესაძლებელია ხელისშემშლელი სიტუაციები წამოიწიოს პარტნიორებისგან. პარტნიორებს განხილავ ყველა დონეზე, როგორც პირადი, ასევე საქმიანი კუთხით, აქ იუპიტერის კვადრატიც ძალიან ძაბავს ფონს და დაპირისპირებას, კამათის ალბათობებს ზრდის ძალიან, ამიტომ აქ ფრთხილად იყავით რადიკალურ გადაწყვეტილებებთან და გადააჭარბებთ, გააზვიადებთ სიტუაციას, იყავით უფრო ობიექტურები. რეტრო ვენერა კი თქვენს მერვე სახლში ხვდება, გაუფრთხილდით ბიზნეს პარტნიორებს, მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს, ეცადეთ უფრო მეტად სტრატეგიულად განსაზღვროთ ყველა ნაბიჯი. ურთიერთობებში თუ რამე პრობლემებია, ეს აუცილებლად დაასრულეთ, ან ახალ ეტაპზე გადაიყვანეთ. შესაძლებელია ზოგთან გამჟღავნდეს ფარული ურთიერთობები, ზოგთან კი პირიქით მოაბრუნოს ძველი პარტნიორი. არ არის სასურველი ამ პერიოდში ვალების აღება, ასევე უძრავი ქონების ყიდვა, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები უნდა იყოს აქ ძალიან ფრთხილად გათვლილი. სასწორებისთვის ახალმთვარეობა ხვდება თქვენს მეექვსე სახლში, აქ იქნება ცვლილებები სამსახურში, ცვლილებები თქვენს ყოველდღიურობაში, საყოფაცხოვრებო საკითხებში, ასევე შეიძლება შეეხოს ჯანმრთელობის საკითხებს, იყავით ფრთხილად ინფექციურ დაავადებებთან. ყველაზე კარგია ამ პერიოდში მედიტაცია, იოგას სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების დაწყება. ხოლო რეტრო ვენერა თქვენს პარტნიორულ სახლში ხვდება, ანუ საპირისპირო სახლში, აქ შესაძლებელია პრობლემები და ხელისშემშლელი ფაქტორები წამოიწიოს პარტნიორებისაგან, მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, აქ დიპლომატიურობა იქნება ძალიან კარგი და შეინარჩუნეთ ჰარმონიულობა. თუ შესაძლებელია, თუ დასამთავრებელია, აეცადეთ დაამთავროთ, დაასრულოთ ან ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. მორიელებისთვის თქვენთან ახალმთვარეობა ხვდება თქვენს მეხუთე სახლში. ზოგთან დადებითად შეიძლება შეიცვალოს სასიყვარულო ურთიერთობების საკითხები, რაღაც სიახლეები შემოვიდეს, ემოციური კავშირები უფრო გაღრმავდეს. ზოგთან შესაძლებელია საკითხები იყოს შვილებთან დაკავშირებულ საკითხებთან, რაღაც კონტაქტებთან, განახლებები მოხდეს. დადებითი კუთხით იმუშავებს ეს ახალმთვარეობა თქვენ ზოდიაქოს ნიშანთან, ხოლო რეტრო ვენერა თქვენს მეექვსე სახლში ხვდება, აქ შესაძლებელია ძველმა ჯანმრთელობის პრობლემებმა ისევ იჩინოს თავი, თქვენს ყოველდღიურ საკითხებს შეეხოს, რაღაც ურთიერთობებს, დაძაბავთ ამ პერიოდში ურთიერთობებს ადამიანებთან, ვისთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ, რაფერს შეცვლის, რადგან აქ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების ალბათობები ძალიან მაღალი იქნება და შეიძლება მე სანანებელი გაგიხდეთ, მაგრამ თუ იცით, რომ ეს პერიოდი მოგიტანთ რაღაცის დასრულების საკითხს, რომელიც თქვენთვის შემდეგში საკეთილდღეო იქნება, შეგიძლიათ დაასრულოთ და მშვიდად
მიიღოთ. შულდოსნებისთვის თქვენთან ახალმთვარეობა თქვენს მეოთხე სახლში ხდება, ეცადეთ ბრთხილად იყავთ ოჯახის თემებთან, ნუაყვებით ემოციურ ფონს, რადგან აქ ნაჩქარობები, გადაწყვეტილებები კარგს არაფერს მოგიტანთ, რადგან დაძაბულობის ალბათობები ძალიან მაღალია ამ პერიოდში. ზოგს კი პირიქით გადაჭარბებული ენერგიის ხარჯვა მოუწევს, როგორც მშობლების, ასევე შვილების საკითხებთან დაკავშირებით. ასევე კარგია თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთანაც იქნებით ძალიან ფრთხილად. რეტრო ვენერა ხდება თქვენს მეხუთე სახლში, ძველი სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს, ძველი მეგობრების მობრუნება, ფინანსური საკითხების კარგი კუთხით განახლება. თხის რქებისთვის ახალმთვარეობა ხდება თქვენს მესამე სახლში. საინტერესო პერიოდი იქნება კომუნიკაციებისთვის, გადაადგილებებისთვის, ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით, ასევე კონტაქტების განახლება საბუთებთან, ვისაც გაქვს და კავშირი, რომელიც უცხოეთს უკავშირდება, აქ რაღაც შანსები არსებობს და თქვენ დასაციკეთოდ გამოიყენეთ და ასევე უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების კუთხით დადებითად გამოიყენეთ ეს პერიოდი. ხოლო რეტრო ვენერა იმოძრავებს თქვენს მეოთხე სახლში ძველი პრობლემები, რომელიც თქვენს ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან შეეხება, ასევე ახლოს ანათესაო წრეს ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეცადეთ ეს პერიოდი გაიაროთ ძალიან ფრთხილად, რადგან აქ დაძაბულობის, რაღაცა ძველის დამთავრების საკითხები წამოიწევს წინ. მერწყულებისთვის ახალმთვარეობა ხდება თქვენს მეორე სახლში, თქვენს ფინანსურ საკითხებს შეეხება, თქვენს პრიორიტეტ, თქვენს სურვილებს, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ამ პერიოდში არ არის საჭირო, აქ უფრო ობიექტურობა იქნება საქმეში, ფინანსურ საკითხებში მისაღები, მოვერიდეთ დანახარჯი, ხოლო რეტრო ვენერა ხდება თქვენს მესამე სახლში, შესაძლოა აღდგეს ძველი კონტაქტები, ძველი მეგობრები, ძველი საქმიანი, სავაჭრო საკითხები, ბევრი გადაადგილებები, რომელიც გადადებული გქონდათ ამდენი ხნის მანძილზე, ურთიერთობები, ვისთანაც ურთიერთობდით, ამის აღდგენა მოხდეს, ან დაბრუნდნენ ძველი სასიყვარულო ურთიერთობები ან პარტნიორები. თევზებისთვის თქვენს პირველ სახლში ხდება ახალმთვარეობა, საკუთარი ინდივიდუალურობის ძალიან კარგი შანსები იმის, რომ გამოავლინოთ თქვენი თავი და ეს სურვილი ძალიან გამძაფრებული იქნება, იაქტიურეთ და გამოიტანეთ თქვენი პოტენციალი გარეთ, უფრო ობიექტურად შეაფასეთ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, ურთიერთობები. ზოგიერთთან შეიძლება გათამაშდეთ ჯანმრთელობის საკითხები, ზოგთან იმიჯის შესვლა, პარტნიორებთან იყავით უფრო თბილები, არ შეწყვიტოთ ოცნებები ცვლილებებთან ერთად, რა თქმა უნდა. დაელოდეთ თქვენს დროს და შემდეგ მოგიტანთ ეს ძალიან კარგ შედეგს და შესაძლებლობებს. როცა ვენერა იმოძრავებს მეორე სახლში, შესაძლებელი აქ იყოს პრობლემები ფინანსურ საკითხებში და მოერიდეთ ძალიან დიდ ხარჯებს. წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ.